ჯანდაბა გოგოებო, ამ საყვარელ წყვილებს შეხედეთ. ხო, ყველანაირად ეყვავს ჩვენ გარდა. დღეს არავინ არ დაგუპატიჟებს. ჩვენ ყველაზე ლამაზი გოგოები ვართ, მაგრამ არავინ არ გუპატიჟებს. რაღაც უცნაურია. მეგობრებო, გოგოები ცეკვაზე არ დავუპატიჟოთ. სმაილ რა აზრი აქვს? ხო იცი რომ მაინც დაგვეიგნორებენ. ხო, მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. სხვები უნდა დავუპატიჟოთ. ხო, და იეჯვიანებენ. და სხვა ვინ? აი ეს ორი ლამაზმანი შეიძლება. კალათბურთელებო. გოგოებო, კალათბურთელები დაგუპატიჟებენ ახლა საცეკვაოდ. გოგოებო, თქვენი ცეკვაზე დავუპატიჟება შეიძლება? შეიძლება, კი. წამო მერი. ჯანდაბა, ეს რა იყო? აუ, კალათბურთელები, სხვა შეუყვარდათ მათ. არა, უბრალოდ ჩვენზე შურს ძიობენ. სმაილ, რატომ დამპატიჟე საცეკვაოდ ლამაზი ვარ? რა თქმა უნდა. მერი შეგიძლია რომ ხელები ყველაზე შემომხვიო. რა თქმა უნდა. მერის შეხედე უკვე ტიმურის კისერზე აქვს ხელები. ვიღაც გოგოები ჩვენზე იღბლიანები არიან დღეს. აუ, რაც გინდათ გააკეთეთ, მაგრამ მე რომეოსთან მივდივარ და საცეკვაოდ დავპატიჟებ, გაიგეთ? ხო, წარმატებები. ჯანდაბა, ყოველთვის მეტი გოგოები რატომ ვართ ვიდრე ბიჭები? აი ზომბები არიან, იქ თავისუფლები არიან. მოიცად ერთი წუთით. ზაკ იცეკვე? არა, დავიღალე. გასაგებია უცნაურო. გოგოებო, მე ზუბთან ვცდიაბა, ნახოთ. თანახმოვარ. გოგოებო, თქვენგან განსხვავებით იღბლიანი ვარ. ზავლინა, შეიძლება ვიცეკვოთ. კოსტია, საკმარისი ადგილი არ არის, უფრო დიდი ადგილი მჭირდება. ხო, თან ადგილს არავინ არ დაგვითმობს. დამთავრდება წოულება და მე და შენ დავვრჩებით მარტო. კარგი, დავილოდოთ. ოღონდ მგონი წოულება კიდე 3 საათი გაგრძელდება. რომეო, წამოვიცეკვოთ. მაგრამ ცეკვა არ ვიცი, ფეხებზე დაგობიჭებ. არა უშავს, მენდე მე გასწავლი. ხო, რა თქმა უნდა, დიმა და ლორენი საშინლად ცეკვავენ. მაგრამ ისე ჯიჯის და ჯულის არ აუშავთ. მის მინე შენ საერთოდ არ ცეკვავ, რა იყო, წყვილი არ ყავს? დიმა ისე იცეკვა, რომ ფეხზე ნუმაბიჯებ. აუ, ჯიჯი, იქნება ეს საკმარისია. მინდა რომ ბიჭთან ერთად ვიცეკვო. ჯული ბიჭები არ ყავს. შეგშურდეთ ჩემი. გოგოებო, მგონი ამ წოულებაზე არაფერი გვესაქმება ჩვენ, ხო? გეთანხმებით. გააჩერეთ წოულება, თქვენ მხიარულობთ და მე მოწყენილი ვარ. გიჟიიანა ჩაერთო საუბარში, რა ხდება, რა გინდა? რა მოხდა? თქვენ ყველა ერთობით და მე მოწყენილი ვარ, ჰელოვინს აღნიშნავთ?იანა, რატომ ხარ მოწყენილი? არ მოიწყინო, შეგიძლია დრაკონი აქ იპოვო. რომელი დრაკონი უნდა ვიპოვო? ჩემი მეგობარი მან მიმატოვა და თავის შეყვარებულთან ერთად წავიდა. მოიცადე მხოლოდ იმიტომ რომ შენ მოწყენილი ხარ, ახლა წოულება უნდა შევაჩეროთ. ვინ არის მზად შეჩერებისთვის? არავინ. კარგი რა, იანა, არ მოიწყინო. ჩვენც არ ვართ კარგ ხასიათზე. კალათბურთელები სხვა გოგოებთან ცეკვავენ. იმისთვის რომ გაგვაბრაზონ. კარგი გოგოებო, წავიდეთ აქედან. მოიცადეთ, შეიძლება მე წამოვიდეთ, ვინმეს გული უნდა გადავუშალო. მაგარია, იანამ უფასო ყურები იპოვა. გოგოებო, ბანი წავიდა. ხო, ძალიან მაგარია. ახლა კალათბურთელები კარნესთან და მერისთან იცეკვებენ და შემდეგ ჩვენ დავპატიჟოთ. კარგი, მორჩა, ჩვენ ცეკვა აღარ გვინდა. რას ამბობთ? ტიმურ, ბაჭიები უკვე წავიდნენ. ანუ უბრალოდ გამოგვიყენეთ? მოდი შეგვეშვით. კარგი, კარინა, წავიდეთ. ეს ბიჭები არც გვიმსახურებენ საერთოდ. ბებია, წავიდეთ და რამე გემრიელი ვჭამოთ. ხო, წავიდეთ, თორე ბებია ძალიან მშიერია. ბიჭებო, ცეკვავს თქვენ? არა, ჩვენ სენდვიჩები უნდა ვჭამოთ. თუ არავინ არ დაგპატიჟა, შემდეგ არც წუთში წავიდეთ ამ წოულებიდან. არა, ჩემი აზრით ბოლომდე უნდა დავრჩეთ. ხო, და მერე ვიღაც გმირი გამოჩნდება. მერი, ჯობია რომ ვჭამოთ. ხო, ამ კალათბურთელებთან ცეკვას ჯობია. ჯიჯი, დაუბრუნდები და მელოდე, მასწავლებელო მაიკ. ხო, ჯული. იქნებ ნელა ვიცეკვოთ. ჯული. გთხოვთ, მასწავლებელო მაიკ. კარგი, მასკო დაუბრუნდები. მაგარია, ჯული, მოღალატე ხარ. ჯობია წავიდე რამე ვჭამო. გოგოებო, გთხოვთ, მომისმინეთ. კარგი, მიდი, გადაგვიშალე გული. უფასო ყურები გვაქვს. ლეილა შენთან აღარ არის და ჩვენთან გამოიქეცი? მოკლედ, ჩემი მეგობარი ლეილა ხვდება ალანს და მართლა მხარს ვუჭერდი, მართლა, მაგრამ მეც მომწონს ალანი და იმედი მქონდა რომ მე დამპატიჟებდა ცეკვაზე დღეს, მაგრამ ლეილა სადღაც წავიდა ალანთან ერთად. სად წავიდა? სადღაც რესტორანში ალბათ, რომ ჰელოვინი აღნიშნონ. აუ, იცით რა არის საინტერესო, ლეილა არ წამიყვანა. იანა, არ ენერვიულო, როგორი ვირთხული მეგობრობაა. რამდენჯერ გიკამათიათ, რამდენჯერ გიჩხუბიათ, მაგრამ შერიგებულ ხართ, ამჯერადაც შერიგდებით. არა, ასე მარტივად ვერ ვაპატიებ.
კარგი, ახლა მოგისმინეთ და უნდა წავიდეთ ოთახში. Яна არ მოიწყინო, უბრალოდ დაივიწყე. აუ, შეიძლება თქვენთან ერთად გავატარო ეს ღამე, უბრალოდ მარტოსული ვარ, გთხოვთ. კარგი. მადლობა გოგოებო, რა კეთილები ხართ? მართლა. როგორც ჩანს რომეოს დაწყულდა. ხო, ნასიას საერთოდ ცეკვავს, ბაჯები კიდე საერთოდ წავიდნენ. ხო და სანამ რომეო ნასიასაც ცეკვავს, შეგვიძლია გოგოებს ოთახში წავიდეთ და დავილაპარაკოთ. მაგარი იდეა, ჯერ არ მოგიფიქრებია. ოთახში არც კი შეგვიშვებენ, ჩვენზე გაბრაზებულები არიან. არა, გაბრაზებულები თქვენზე არიან და არა ჩემზე. მე სხვასთან არავისთან არ მიცეკვია. საკად მომისმინე, ნერვებს მომიშლი. შენთვის რა თქმა უნდა მარტივი სათქმელია. მაიასთან ურთიერთობაში არ წყოფილ ხარ. და რატომ მაია? მე მინდა კრობას დავილაპარაკო. ხო, მიდი წარმატებები. არ მგონია შენ და კრობა მოდის მე რამეზე ილაპარაკოთ. მოკლედ მეგობრებო, 5 წუთი გვაქვს მოსაფიქრებლად. დღეს საღამოს ბაჯებს აუცილებლად უნდა შევურიგდეთ. ხო, ვფიქრობთ. მასწავლებელ მაიკ, მადლობა რომ ნელი ცეკვა ჩემთან იცეკვეთ. არ მჯერა რომ მასწავლებელ მაიკთან ვიცეკვე ნელი ცეკვა. კარგი ჯული, არაფრის. ჯული, რაზე შევთანხმდით რომ ყოველწოლებაზე ერთად ვიქნებოდით? ჯიჯი, კარგი წამოსაპირფარეშოში. დიმა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წვეულებაა. დიმა, ჩემი სიტყვები სერიოზულად მიიღე. ეს საუკეთესო წვეულებაა, იმიტომ რომ შენთან ერთად ვარ. ლორენ, ხასიათზე არ ვარ. რატომ? იმიტომ რომ სულ ფეხებზე მოვიჯებდი. ეს შენ მოვიჯებდი ფეხებზე. გოგოებო, ყველაზე უიღბლოები აქ ვართ? ბლონდი? არა. როგორ არა, მე აქ ვზივარ საპირფარეშოში, როდესაც სტელა ზუპთან ერთად ცეკვავს, რა სიტყვით ამაზე? ბლონდი, სტელას არ შერცხვა, ზუპი დასთანხმდა, გაუმართლა. ეს ზომბები სხვა არც გჭირდება ზოგადად. გოგოებო, მოვედი, მთელი დრო ცეკვავდით და მგონი შემიყვარდა. მაგარია, იმედი მაქვს არ აკოცე, ხომ? ბლონდი, რეებს ამბობ, ჯერ არა. დაგავიწყდა რომ ზომბია? ცეკვა ერთი ამბავია, მაგრამ კოცნა გინდა რომ ზომბი გახდე შენც? დაანებეთ თავი აკოცოს და თვითონ ზომბი გახდეს. გოგოებო, ზომბები ადამიანებად უნდა ვაქციოთ, რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ უკვე თავს ლუზერად უგრძნობ. კარგი, მაშინ ზუპისთვის მე გამოვიყენებ ჩემ თავს. მოიცადე, ბლონდი, რას ამბობ? ერთი წუთით. რა, ჩვენ რომ გვახვდეთ ზომბები, ამაზე არ გიფიქრია? იცით რა გოგოებო, ბანიმ ეს ვერ შეძლო, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ და ზომბები გახდებიან მაგარი თინეიჯერები, მაგრები. ხო, ნეტო ყველაფერი ასეთი ადვილი და მარტივი იყოს. ბლონდის ხო ყველაფერი დაავიწყდება. მე არ დამოვიწყდება, ძალიან ბედნიერი ვარ, მართლა. კარგი გოგოებო, მოდით ეს საღამო ცოტა გოგოშკურად გავატაროთ. რა სიტყვით? მეც დოვრჩები, მე ხო თქვენ ჯგუფში ვარ. სხვანაირად ვერც იქნებოდა. გოგოებო, მოდით წავიკითხოთ სასიყვარულო ისტორიები ამ საღეჭი რეზინის ფურცლებზე. კარგი, მოდი. მე დავიწყებ. სიყვარული არის ციუ დღეებში საბნით ჯდომა. სიყვარული უნდა დავაფასოთ, ნეტო ყველაფერი ისე იყოს, როგორც აქ წერია. ხო, სამწუხაროდ ეს უბრალოდ წერილია და არა ნამდვილი ცხოვრება. რა ცუდია, რომ ნამდვილ ცხოვრებაში ასე არ ხდება. კარგი, გოგოებო, არ მოიწყინოთ, ნასტია რომეოსთან ერთობა ცეკვავენ. ლეილა ალანთან. Яна, ტირილს თუ გააგრძელებ, ჩვენი ოთახიდან წახვალ. ხო, კარგ ხასიათზე არ ვართ, მაგრამ შენ გვიუარესებ. სიყვარული ოცნება. ხო, და მე მიწერია, სიყვარული არ არის ერთმანეთის პრობლემების გაზიარება. მე არ მყავს შეყვარებული, მაგრამ Яна, შენც ნუ მიზიარებ. კარგი, გინდათ კიდევ სახეჭი რეზინი? კი. გოგოებო, რას აკეთებთ? მე მოვედი. ეს აქ რას აკეთებს? ნასტია და ეს არა, Яна. Яна ჩვენთან დარჩება ღამე. პრობლემები აქვს ცხოვრებაში. გოგოებო, რას აკეთებთ? ჩვენ ბანის გუნდი ვართ. მისი ადგილი აქ არ არის. არავის უნდა აინტერესებდეს მისი პრობლემები. გოგოებო, არ გამაგდებთ ხო? არა, Яна, დამშვიდდი. ნასტია, შეგიძლია მიირთვა სახეჭი რეზინი და წაიკითხო შენი წერილი. იცით რა გოგოებო, ის რომ აქ არის, ვერ გავერთობით. უნდა წავიდეს. ნასტია, მიდი წაიკითხე. მოიცადე მასკოტ. სიყვარული არის კომპლიმენტები ყოველ დღე. რომეომ კომპლიმენტები გითხრა? კი, და სხვადასხვის არაერთი, მაგრამ მასთან ცოტა რთული იყო, ფეხებზე მაბიჯებს, როგორც დათვი. ნასტია, იმიტომ რომ შენ პატარა ხარ, მაგრამ დიდი ფეხები გაქვს. არა, სასაცილო. გოგოებო, შეგიძლიათ დამეხმაროთ ალანი გავაგდო სკოლიდან? როგორ? რა ვიცი, დიანა, ეს ხომ შენი სკოლა? Яна, მე დაგეხმარები. ალანი არც კი არ მომწონს. ჩემი ადგილის დაკავება უნდა. მასკოტ, არი ნერვიულო, ერთადერთი მასკოტი ყავს და ისიც შენ ხარ. და შენ, Яна, ვირთხული მეგობრობა გაქვს, მგონი ჯობია შეიცვალო. უკეთესობისკენ. ვირთხას ეუბნებით მაგას, ხომ იცით რომ იგი არასდროს შეიცვლება. ხო, ეს
შეუძლებელია. მე მეგობარი მყავს ლეილა და ყოველთვის ისწყვეტს რაღაცეებს და მე უბრალოდ ვეთანხმები. ხო, ეს შევამჩნიეთ იანა. კარგი გოგოებო, რადგან დღეს სლიპოვერი გვაქვს, მოდით გავერთოთ მაინც. საშიში ისტორიები? ხო, ვინ დაიწყებს? შენ. არა კნოპა შენი იდეა იყო. კარგი, მე დავიწყებ. ერთ დღეს საშინელი ალანი ჩვენ სკოლაში გადმოვიდა და ჩემი ადგილის დაკავება სცადა. მასყოთ. მოდი რამე უფრო სახალისო და საშიში გავაკეთოთ, სერიოზულად. კარგი. ახლა მართლა მოყვები. მოკლედ, როცა პატარა ვიყავი, ჩემთვის საქანელზე ვქანაობდი და ერთხელაც ერთი მოხუცი ქალი მოვიდა და ისე ძლიერად გამოქანა, რომ კინაღამს ესთან მივედი. ეს ყველაზე საშინელი ისტორია იყო. ვაუ, როგორი საშიშია. მასკოტმა მოიგონა რაღაც ისტორია და უბრალოდ მოყვა. კარგი, ახლა ჩემს ისტორიას მოусმენთ. ნამდვილი. ოღონდ არ შეგეშინდეთ. დიანა, მოგვიყევი, უკვე საინტერესოა. კარგი, ერთხელ კნოპასთან დავრჩი სახლში. დიანა, ეგ არ მოყვეთ ხო? არა, კნოპა ყველამ უნდა გაიგოს. გადავწყვეტეთ, რომ კნოპა თავის სხვენში ავიდოდა და იქ ყუთი იყო სხვენში და წითელი ბოტასები იყო გამოყოფილი ამ ყუთიდან. დიანა, რატო იცი? ეს ისტორია შენს გამოიგონე? არა, ეს ისტორია ნამდვილია, მოусმინეთ. კარგი, კნოპა და მე ძალიან დავინტერესდით, რა იყო, ან როგორი ბოტასები იყო ამ ყუთში. მივედით ახლოს და დავინახეთ ფეხები. ძალიან შეგვეშინდა და ფეხები მღმერთო ჩემო კნოპა, რა ხდება შენ სხვენში? დიდი საიდუმლო. უკვე აღარ კნოპა. გოგოებო, იქნება აღარ მოყვეთ, უკვე რაღაცნაირად შემეშინდა. არა, მოусმინე, უნდა მოვყვე. ფეხები დავინახეთ, მე უფრო ახლოს მივედით და ხელებიც იყო იქ, ხელებიც დავინახეთ. და ვინ იყო? ახლოს მივედით და ძალიან გვეშინოდა, მაგრამ უცბად დავინახეთ, რომ ეს იყო მანეკენი. მამა ჩემს ადრე სპორტული ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა და მანეკენი დარჩენია. ხო, მაგრამ ისეთი რეალური იყო, ძალიან შეგვეშინდა. ვაიმე, გოგოებო, მართლა გეგონათ, რომ ვიღაცას ეძინა ყუთში სხვენში? ხო, ნასტია, მართლა ვიფიქრეთ, რომ ვიღაცას ეძინა ყუთში სხვენში. კარგი, ახლა მე მოყვები. მიდი. ჯიჯი, აქ რატომ მომიყვანე? ჯული, დღეს ჰელოვინია და გთავაზობ, რომ გავიპაროთ, წავიდეთ მეზობლებთან და შევაგროვოთ ტკბილეული. რა სიტყვი? არა, ჯიჯი, არ გავიქცევი ქალაქგარეთ სახლიდან ღამით, მეშინია. ჯული, შენი შეეშინდებათ, კრიმინალის კოსტუმში ხარ. ჯიჯი, მე რა რომ კრიმინალის კოსტუმში ვარ, ცოტა ისეთი გოგო ვარ, საკუთარ თავს ვერ დავიცავ. კლოუნი დაგიცავს. ჯიჯი, სერიოზულად. ისე ძალიან მაგარი კოსტუმები გვაქვს. არ გინდა გომეშვები შევაშინოთ. წამო. მოდი ვაჩვენოთ კამფეტებს თუ არ მოგცემენ როგორი საშიშები ვიქნებით. ხო, ბებია მათ ძალიან შეაშინებს. არა ბებია, ისინი გოგოები არიან. ბებია შეაშინებს. დიმა, მაგიაჟი გაიგეთე რომ დამემსკოვსო. მეგობრობის დაბრუნებას უცნობად დაპირებ. ხო, კოსტა, იმიტომ რომ მინდა, იქნებ ჰელოვინზე შევიგდეთ. კოსტი, ასე ნუ იქცევი, დიმა, რამდენჯერ უნდა მოვიდეს შენთან? კოსტი არ პატიობს მუღალატეებს. სალინა, მოდი არ ჩაერიო. ზოგადად შენ გამოჩენამდე მე და კოსტას ამდენი ხანი არასდროს არ გვიჩხუბია. ბიჭებო, ისეთი მოწყენილები ხართ როგორც ჩვენ? არა, ვერთობით. ხო, ხედავთ. ზომბები რატომ არიან უხეშები? ბოდიშ გოგოები, მაგრამ გომეშვებთან რაღაც მაქვს დაგეკმილი. ძლივს რომელიღაც გოგოს მოვეწონე. ხო, გაიგორეთ, მეც გომეშვებთან მივდივარ. წარმატებები. გოგოებო, ფართი დასრულდა, შეგიძლიათ წახვიდეთ და მოგცეთ მე და აი სუფლება დავალაგოთ. შეხედეთ, მასწავლებელმა იგი კიდე გაუჩერებლად ცეკვავს. მასწავლებელმა იგი უკვე დილის 3 საათია, ძილის დროა. მეგობრებო, რა ვქნა, ჰელოვინი საუკეთესო სასწაულია. 10 საათით მასწავლებელმა იქს გაერთოს. კოსტა, გთხოვ, დიმა, უკვე ყველაფერი გითხარი. ასე მოგცევას თუ გააგრძელებ, მეგობრობას ვერასდროს დავიფუნებთ. კარგი კოსტა, მე შენთან აღარ მოვალ და თუ ჩვენი მეგობრობა შენთვის არაფრად არ ხილს, მაშინ შენც არ მოხვიდე. ძლივსა საუბარი დამთავრდა. არც დაწყებულა ეს საუბარი. სალინა, დარბაზი განთავისუფლდა, შეგვიძლია ვიცეკვოთ. ხო. ლორენ, ჩემს რემლებს ხედავ? დიმა, არა. აბა, წავიდეთ. მოდი უკან დადე, თავი არ დაიმცირო. კარგი. გოგოებს უთხრათ, რომ საშიში ისტორიების მოსაყოლად მივედით. ხო, და მე ვეტყვი, რომ მათ ასაცავად მოვედი. არასდროს არ იცით კბილეულის მოსაპარად ვინ მოვა. თან მართლა დადიან ბებია და ბაბუა და კბილეულს ითხოვენ. ეს თომასი და ბრაუსი, მაგრამ აღიზიანებენ. ხო და არ მისმის, ისევ აქ რატო გავართ? წავიდეთ, გოგოებს ძალიან გავუხარდებათ. არა, გოგოები ვაეჯვიანეთ და ჩვენზე გაბრაზებულები არიან. არა, გაბრაზებულები თქვენზე არიან. მე არაფერ შუაში არ ვარ. მე და ნასტიას კარგად ვართ. ხო, გავიგეთ. გოგოებო, გამარჯობა. მოიცა, ეს ჯადოქარი აქ რას აკეთებს? არა, ეს დრაკონის პატარძალია. ხო და ეს კლოუნი მოვიდა ჩემთან, დამიჭირა. ერთი წუთით სტუმრები ყავს. გოგოებო, ძალიან გთხოვთ, აბადიეთ ამ საშინელ კლოუნს, რომ ერისთან ერთად იცეკვა. ეს ყველაფერი თქვენს გამო გააკეთა.
ხო, მართალია, ჩვენ ძალით გაიჭვიანეთ, რომ ჩვენთან ერთად ცეკვა მოგდომებოდათ, მაგრამ აზრი არ ქონდა, მაინც არ მოგიდათ. ხო, თქვენ უბრალოდ გაიქიცით. ნასიეს კარდა. იცით რა კალათბურთელებო, თქვენ გარეშე კარგად ვართ. მალე ჩემი ჯერი მოვა, უნდა მოყვეს საშიში ისტორია, ამიტომ წადი. კალათბურთელებო, გოგოების ნერვებზე თამაში უკვე საკმარისია. ესე იგი ასეა. გოგოებო, ხო იცით, მალე აქ ბებია და ბაბუა მოვლენ და ტკბილოოს მოითხოვენ. მათგან დაცვა არ გჭირდებათ? ბიჭებო, ჩვენი თავის დაცვა ჩვენ ვართ. ამიტომ ნახვამდის. მოიცა მეც. ყველა. გოგოებო, კარგი, მოიცადეთ, სანამ ტკბილოულის გამო დაგადგებია და არა მხოლოდ ბებია და ბაბუა. ხეს კალათბურთელები როგორი ბრუტალურები არიან და ძლიერები და სასაცილოები. უბრალოდ საშიში ისტორიის მოყოლა მინდა ლეილამ და მე, არა яна ლეილას ხსენების გარეშე. კარგი, მაგრამ ერთხელ ხომ უნდა მოვყვე. კარგი, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ძარს. ახლა უნდა წავიდეთ და იანას საშიში ისტორიას მოусმინოთ. კარგი, იმედია მოგვარდებიან. კარგად.